2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის დემონსტრაციების დროს ქიმიური ნივთიერების შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნაზე ქართული ოცნება უარს აცხადებს. Როგორც ისინი ამბობენ, გამოსაძიებელი რაც იყო, მამუკა მდინარაძის უწყებამ უკვე გამოიძია. ქართული ოცნების პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას პარტია გახარია საქართველოსთვის ითხოვს. მათი განმარტებით BBC-ს ფილმზე კომისიის შექმნა აუცილებელია, რადგან შესაძლო ქიმიური ნივთიერების გამოყენება არის უმძიმესი დანაშაული, რომელიც თავისი სიმძიმით ადამიანის წამებას და არაადამიანურ მოპყრობას უტოლდება. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის გიორგი შარაშიძის თქმით, კომისიის შექმნაზე უარი ნიშნავს, რომ ოცნების 99 დეპუტატი იზიარებს პასუხისმგებლობას იმ შესაძლო დანაშაულზე, რაც ოცნების რეჟიმმა ნოემბერ-დეკემბერში ჩაიდინა. ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს განაცხადა, რომ საქართველოს წინააღმდეგ საძაგელ დეზინფორმაციას ტრიბუნა არ უნდა მიეცეს. მან ასევე თქვა, რომ იურისტები BBC-ს წინააღმდეგ სარჩელის მოსამზადებლად უკვე მუშაობენ. ყველა კითხვას გაეცა ღია პასუხი, გამოძიება იყო სწრაფი, ეფექტიანი და გამჭვირვალე. თუ კი რელევანტურ საერთაშორისო რომელიმე ინსტიტუტს აქვს რაიმე კითხვა, საქართველოს ხელისუფლება მზად არის ნებისმიერ საკითხზე პასუხი გასცემს. საძაგელ დეზინფორმაციას საქართველოს წინააღმდეგ არ უნდა მივცეთ ჩვენ ტრიბუნა. ეს არის მნიშვნელოვანი. დადასტურდა, რომ ეს იყო საძაგელი დეზინფორმაცია საქართველოს წინააღმდეგ და ხედავთ ჩვენ ცდილობებს, რომ მას შემდეგ რაც ჩაიფუშა ეს ჰიბრიდული ოპერაცია საქართველოს და ქართული ხალხის წინააღმდეგ, ეხლა მცდელობა აქვს, რომ ხელოვნურ სუნთქვაზე ამყოფონ ეს თემა, რა თქმა უნდა, ჩვენ არ მივცევთ შესაძლებლობას არავის, რომ ეს საძაგელი დეზინფორმაცია საქართველოს წინააღმდეგ ამ საძაგელ დეზინფორმაციას ჰქონდეს საპარლამენტო ტრიბუნა. მოქალაქეები ქართული ოცნების ხელისუფლებისგან ერთ წელზე მეტია ითხოვენ პასუხს კითხვაზე, რა ნივთიერება გამოიყენეს გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში მშვიდობიანი აქციების დასაშლელად. საკითხი განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც გავლენიანმა ბრიტანულმა მაუწყებელმა BBC-მ საგამოძიებო ფილმი გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოში დემონსტრანტების წინააღმდეგ სავარაუდოდ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება კამიტი გამოიყენა. ფილმის გამოქვეყნების შემდეგ სუსმა გამოძიება დაიწყო და რამდენიმე დღეში განაცხადა, რომ კამიტი შინაგან საქმეთა სამინისტროს არასდროს შეუძენია. აგრეთვე სუსი ამტკიცებს, რომ 2024 წლის დეკემბრის პირველ რიცხვებში, კერძოდ 4-5 დეკემბრის ღამით მასების მართვისათვის გამოყენებული იქნა ნივთიერება ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი, რომლის გამხსნელადაც გამოიყენეს ნივთიერება პროპილენ გლიკონის ხსნარი. მათივე თქმით, ეს ნივთიერებები უსაფრთხოა. გამოძიებას არ ენდობა მოქალაქეთა ნაწილი, ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება. ისინი საერთაშორისო გამოძიებას ითხოვენ. საერთაშორისო გამოძიების მნიშვნელობაზე ყურადღებას ამახვილებენ უცხოელი ექსპერტებიც. მათი შეფასებით, სამთავრობო ორგანოს არ შეუძლია საკუთარი თავის გამოძიება, რაც საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია. ქართული ოცნების მხრიდან ქიმიური ნივთიერების შესაძლო გამოყენების საკითხს საერთაშორისო პარტნიორებიც ეხმაურებიან. რეჟიმს, რომელიც ქიმიური იარაღს იყენებს, არ შეიძლება ჰქონდეს ევროპელობის ამბიცია. ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ტობიას კრემერმა დღეს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ქართული ოცნება მკაფიოდ ცდილობს ბელარუსის ბნელი დიქტატურის გამეორებას. ბელარუსი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ბნელი დიქტატურაა და ქართული ოცნება ძალიან მკაფიოდ ცდილობს მის გამეორებას. ისინი იყენებენ კამიტს, გაზს, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს გამოიყენებოდა საბრძოლო მოქმედებებში და რეჟიმს, რომელიც ქიმიურ იარაღს იყენებს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, არ შეიძლება ჰქონდეს ევროპელობის ამბიცია. მაგრამ ამავე დროს ის, რასაც მზია და ანჯეი აჩვენებენ, არის ის, რომ ჩვენ არ უნდა დავთმოთ საქართველო და ბელარუსი, ქართველები და ბელარუსები, რადგან ისინი აჩვენებენ, რომ არსებობს განსხვავებული ბელარუსი, არსებობს განსხვავებული საქართველო, არსებობს ხალხი და მოსახლეობის უმრავლესობა, რომელიც ამაყად დგას და იბრძვის ევროპული მომავლისთვის. ვფიქრობ, ეს ჩვენი მოვალეობა, რადგან ჩვენ გვაქვს ფუფუნება. ჩვენს წინააღმდეგ არ გამოიყენებენ ქიმიურ იარაღს ან უკანონო პატიმრობას. სწორედ ამიტომ ეს არის ადგილი, სადაც ჩვენ უნდა მივცეთ ხმა ქართველებს, ბელარუსებს. ეს არის ის, რისი გაკეთებაც ევროკავშირს და ევროპარლამენტს შეუძლიათ. ესპანელმა ევროპარლამენტარმა ნაჩო სანჩეს ამორმა სტრასბურგში მედია პლატფორმა ევროსკოპთან ინტერვიუში განაცხადა, რომ BBC-ს გამოძიებაზე ხვალ ევროპარლამენტში იმსჯელებენ. ევროპარლამენტარისთვის აშკარაა, რომ ყველაფერი კამიტის გამოყენებაზე მიუთითებს. სანჩეს ამორის განცხადებით იმისთვის, რომ ხელისუფლების მაღალჩინოსნების ქმედებები შეიცვალოს, ამისთვის მეტი სანქციაა საჭირო. ამ საკითხზე ხვალ ევროპარლამენტში ვაპირებთ ვისაუბროთ. ეს არის BBC. ეს არ არის რიგითი ტელევიზია, რომელიც აქტივიზმს ეწევა. ის ძალიან ცნობილი მედია საშუალებაა, რომელმაც შეატარა საკმაოდ ღრმა გამოძიება. აშკარაა, რომ ყველაფერი მიუთითებს კამიტის გამოყენებაზე. ყალბი გამოძიება ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან არ არის რეალური გამოძიება და ეს მიუთითებს იმაზე, რომ სავარაუდოდ მათ ეს გამოიყენეს, რადგან თუ ეს ასე არ არის, ძალიან მარტივია. აწარმოონ რეალური გამოძიება სამედიცინო დაკვირვებებით იმ ადამიანებზე, რომლებიც დაშავდნენ. თუ მათ გადაწყვიტეს, რომ გამოძიება ასე აწარმოონ, არ გამოკითხონ და შეისწავლონ დაშავებულები, მაშინ ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ ეს ნივთიერება რეალურად გამოიყენეს და ეს არის კიდევ ერთი დონე რეპრესიებისა, რადგან საქმე არ
შეეხება მხოლოდ ადამიანების დაკავებას სულელური ბრალდებებით და გზის გადაკეტვის გამო. ეს არის წმინდა აგრესია და ეს სრულიად ცდება ნებისმიერ კანონს. ეს არის მკაფიო დანაშაული, რომელიც უნდა გამოიძიოს სასამართლომ, თუ რეალური სასამართლო საერთოდ არის დარჩენილი. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ პოლიტიკურად. ჩვენ ვხედავთ არაავტორიზებული იარაღის გამოყენებას. ასე მოხდა სერბეთში, სადაც აკუსტიკური იარაღი გამოიყენეს. ახლა კი ეს მოხდა საქართველოში, როცა მსოფლიოში, სადაც არ უნდა იყოს, ავტოკრატი ლიდერები იკრიბებიან, როგორც ჩანს, ისინი ასეთ საზიზღარ რაღაცებს უზიარებენ ერთმანეთს და თქვენი ქვეყნის პრემიერის დასწრება თითქმის ყველა ავტორიტარ მმართველთან ამ სამიტზე იყო კარგი სემინარი, როგორ უნდა დაარღვიო ადამიანის უფლებები. ჩვენ გვინდა სანქციები. სანქციები დაგვეხმარება ხელისუფლების მაღალჩინოსნების ქმედებების შეცვლაში. დებატების დროს ევროკომისარი ქიმიური იარაღის გამოყენებაზე გაამახვილებს ყურადღებას. ჩვენ გვინდა სანქციები იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც ლახავს სამოქალაქო საზოგადოების უფლებებს და მათ რეპრესიებს უწყობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოძიების შედეგებმა საზოგადოებაში კიდევ უფრო მეტი კითხვა გააჩინა. მაგალითად, რა ნივთიერება გამოიყენა ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრომ მშვიდობიანი დემონსტრანტების დასაშლელად გასული წლის 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით. ამის დაზუსტება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 6 დეკემბერს სუსმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე გამოძიება დაასრულა და 4-5 დეკემბრის აქციების დარბევისას ფლორობენზილიდი მალონონიტრილი გამოიყენეს, თუმცა არაფერი უთქვამს იმაზე, რა ნივთიერება გამოიყენეს 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ღამის ჩათვლით. მოქალაქეებს ასევე უჩნდებათ კითხვა ამ დღეებში იყო თუ არა გამოყენებული გამხსნელად ტრიქლორეთილენი, კანცეროგენი, რომელიც უმძიმეს დაავადებებს იწვევს. სუსმა 6 დეკემბრის განცხადებაში არ უარყო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მარაგებში არსებობდა ეს გამხსნელი ტოქსიკური ნივთიერება, თუმცა ამტკიცებს, რომ ტრიქლორეთილენი არის ჩამოწერილი ნაშთი 880 ლიტრის ოდენობით. უწყებას არანაირი დოკუმენტური თუ სხვა სახის მტკიცებულება საზოგადოებისთვის არ წარუდგენია იმის დასადასტურებლად, რომ წინა დღეების განმავლობაში გამხსნელად შინაგან საქმეთა სამინისტროს ტრიქლორეთილენი ნამდვილად არ გამოუყენებია.